სახელითა მამისათა, დაძისათა, დასულისაწმინდისათა, მოგესალმებით ყველას მეგობრებო, ჩვენ დღეს ვაგრძელებთ კითხვას სწავლას. ძველი აღთმა დაბადება თავი 40 და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან, წმინდა მამების გამარტებით. მუხლი პირველი. ამის შემდეგ შესწოდა ფარაონის მსახურთა უფროსმა ეგვიპტის მეფის სასმისის მსახურმა და მისმა მცხობელმა თავიანთი ბატონის ეგვიპტის მეფის წინაშე. ანუ ერთი იყო ესე იგი სასმისის მსახური, სასმელს ესე იგი აწოდა აგეს და მეორე იყო ესე იგი მცხობელი და ფარაონის მცხობელი და ესე იგი მას შესწოდეს და თავიანთი ბატონის ეგვიპტის მეფის წინაშე. და განრისხდა ფარაონი თავისი ორ მსახურზე, სასმისის უფროსსა და მცხობელთა უფროსზე. გამარტება ბასილი დიდის ასეთი აქ მეგობრებო, რომ ფარაონის რისხვა ადამიანური სისუსტეა უკაცრავად, მაგრამ ღმერთი ამას თავისი ნებისთვის იყენებს. მუხლი მესამე. ჩააგდო ისინი საპყრობილეში მცველთა მეთაურის სახლში, სადაც იოსები იყო ჩაგდებული. მცველთა მეთაურმა ჩააბარა ისინი იოსებს და ის ემსახურებოდა მათ გარკვეული ხანი, ხო, იყვნენ ისინი საპყრობილეში. ესე იგი, იოსების ერთგულება, მეგობრებო, საპყრობილეშიც ესე იგი ჩანს, ხედავთ? ჩვენც უნდა ვემსახუროთ სხვებს ღვთის სიყვარულით ნებისმიერ გარემოში. მუხლი მეხუთე. ორივე ეგვიპტის მეფის სასმისის უფროსმა და მცხობელმა ნახა სიზმარი. ერთ ღამეს თითოეულმა თავისი სიზმარი თავისი მნიშვნელობით, სადაც იყვნენ ჩაგდებულნი. კვიპრიანე კართაგენელი ასე გამარტავს, რომ ღმერთის სიზმრებით ავლეს თავის ნებას. ჩვენ გვმართებს ღვთის ნიშნებს გულმოდგინეთ, ესე იგი მივხედოთ. მივიდა მათთან იოსები დილით. დაინახა, რომ ისინი ნაღვლიანი იყვნენ. და კითხა ფარაონის მსახურებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ მისი ბატონის სახლის საპყრობილეში. რატომაა თქვენი სახეები დღეს ნაღვლიანი? ანუ იოსები ყურადღება, ესე იგი იოსების ყურადღება გვასწავლის, რომ ესე იგი სხვის ტკივილის თანაგზობა გამოვიჩინოს. ხო, ღმერთი ჩვენს გულებს სიყვარულისთვის იყენებს. მერვე მუხლი უთხრეს. სიზმარი ვნახეთ და არავინაა ვინც გაგვიხსნისო. უთხრა მათ იოსებმა, განახვთისგან არაა სიზმრის გამარტება? მიამბეთ ჩემთვისო. მოუყვა სასმისის უფროსმა თავისი სიზმარი იოსებს და უთხრა, აი სიზმარში ჩემს წინ იყო ვაზი. ვაზე სამირტო იყო, ყვავილობდა, აყვავდა და მისი მტევნები მწიფე ყურძნით გაივსო. ფარაონის თასი ჩემს ხელში იყო, ავიღე ყურძენი, გამოვწურე ფარაონის თასში და თასი ფარაონის ხელში მივეციო. სასმისის ერთგულება თავის მსახურებაში ღვთის ნებას ემსახურება. შემდეგ მუხლი მე-12, ნახეთ, უთხრა მას იოსებმა, ეხლა უხსნის ამ სიზმარს და ეუნება, ანუ რას ნიშნავს ეს სიზმარი, რომელიც ნახა, ხო? აი მისი გამარტება. სამირტო 3 დღეა. 3 დღის შემდეგ ფარაონი გაიხსენებს შენს მსახურებას, გაგათავისუფლებს და თასს ჩაგაბარებს, როგორც ადრე, როცა მისი სასმისის მსახური იყავიო. მაგრამ ნახეთ, ახლა იოსები ეუბნება, მაგრამ გაიხსენეო, როცა კარგად იქნებიო და მადლი მომივლინეო, გაახსენე ფარაონსო ჩემი ამბავი და გამომიყვანი ამ სახლიდან, რადგან მე მომპარეს ებრაელთა ქვეყნიდან და აქაც არაფერი ჩავიდინე, რომ საპყრობილეში ჩავეგდეო. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, იოსების სიმართლე ღვთის წინაშეა, ხო? და
აი ნახეთ როგორ არის მეგობრებო, ესე იგი ჩვენც უნდა მოვიტბინოთ უსამართლობა, ძნელია, მაგრამ ქრისტეს გულისთვის ესე იგი ხო, თუნდაც აი ღვთის ნებას მინდობილნი უნდა ვიყოთ ჩვენ და მოვიტბინოთ, ხო? მუხლი მე-16 დაინახა ეხლა ეს სასმისის უფროსი იყო, ეხლა მცხობელთა უფროსმა დაინახა, რომ სიზმარი კარგად განუმარტა, კარგად და უთხრა იოსებს: მეც ნახე სიზმარი, ჩემს თავზე 3 კალათა თეთრი პურით იყო, 3 კალათი თეთრი პურით იყო. ზედა კალათში იყო ფარაონისთვის გამზადებული ყველანაირი საკვები, მაგრამ ფრინველები ჭამდნენ მას ჩემი თავიდან. უთხრა იოსებმა: აი მისი გამარტებაო, 3 კალათა არის 3 დღეაო. 3 დღის შემდეგ ფარაონი თავს მოგაჭრისო, ხეზე ჩამოკიდებს და ფრინველები შეჭამენ შენს ხორცსო. ივანე ოქროპირი გამარტავს ამას, რომ ღმერთი ცოდვას სამართლიანად განსჯის, ჩვენ გვმართებს მეგობრებო, მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები, სინანული გულწრფელი კონდეს ახსარებაში თქვა და ესე იგი რათა ღვთის წყალობა მივიღოთ. მუხლი მე-20. მესამე დღეს, ფარაონის დაბადების დღეს, მან ქეიფი მოაწყო თავისი მსახურებისთვის, გაიხსენა სასმისის უფროსი და მცხობელთა უფროსი თავის მსახურებს შორის. ღმერთი ბასილი დიდი გამარტავს, რომ ღმერთი ფარაონის დღეს იყენებს თავისი ნების გამოსავლენად. შემდეგი, აღადგინა სასმისის უფროსი თავის თანამდებობაზე და ისევ აძლევდა თასს ფარაონის ხელში. ხოლო მცხობელთა უფროსი ხეზე ჩამოკიდა, როგორც იოსებმა განუმარტა. ეფრემასური ამბობს, რომ ღვთის განაჩენი სამართლიანია, ჩვენ გვმართებს ღვთის ცნებებს დავემორჩილოთ და რათა მისი სასჯელი ავიცილოთ. მუხლი 23. მუხლი 23 და ეს არის ესე იგი ბოლო მუხლი. მაგრამ სასმისის უფროსმა არ გაიხსენა იოსები, დაივიწყა იგი. გახსოვთ, ესე იგი რომ თხოვა, ხო, რომ გამიხსენიო, როცა შენ კარგად იქნებიო. ანუ ორიგენი ესე გამარტავს მეგობრებო ამას, რომ ადამიანის უმადურობა ღვთის გეგმას ვერ აჩენს. ჩვენს გვმართებს უნდა მოვიტბინოთ, როცა სხვები ჩვენს სიკეთეს, თქვათ, ივიწყებს, თქვათ, და ღვთის მინდობილნი, ხო? არა უშავს და დავიწყოთ, ხო? ნახეთ, ჩვენ უნდა მოვიტბინოთ, უпростоრად, მოვიტბინოთ უნდა, როცა სხვები ჩვენს სიკეთეს ივიწყებენ. მეგობრებო, ყველას მისმენდით, ღმერთმა შეგიწიროთ დღევანდელი თავი, ეს არის ძველი აღთმა და მინდა გთხოვოთ, რომ ესე იგი გამოიწეროთ არხი, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი мотивация, იმიტომ რომ მე მინდა რაც შეიძლება, ესე იგი ბევრ და მეტ ქართველს, ესე იგი რომ მოისმინონ წმინდა წერილი, ღვთის ნება, ღვთის სიტყვა, ხო, ასევე უსინათლოებმაც რომ მოისმინონ, ასევე ისეც ყურისში, ესე იგი სმენის პრობლემა აქვს, ხო? იმიტომ რომ მათ შეუძლიათ წაიკითხონ, მე ყველა ვიდეოში მაქვს ესე იგი ქართული ტიტრები და მათ შეუძლია აქვთ საშუალება რომ წაიკითხონ, ასევე უსინათლოებმაც რომ მოისმინონ და ჩვენმა ემიგრანტები, ვიც ესე იგი არიან საზღვარგარეთ, მოისმინონ, ხო, მოусმინონ წმინდა სახარებას, ბიბლიას, ასევე ფსალმუნების გამარტება მაგ არხზე იცით თქვენ და სხვადასხვა საინტერესო საკითხები და თემები და ასევე რა თქმა უნდა საქართველოში ცხოვრობენ ჩვენი ქართველები, ხო? შეიტანეთ თქვენს წვლილი, აი გავრცელეთ და შეიტანეთ თქვენი წვლილი ღვთის ნების და ღვთის სიტყვის გავრცელებაში, წმინდა წერილის უდიდესი მადლია და ღმერთმა შეგიწირო და ღმერთმა დაგლოცო და გაგახაროთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.
გაიხარეთ, დიდი მადლობა.